ეზოტერული დაკვირვებები კარმულ კანონზომიერებებზე. ტომი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ლექციები. ეხლა ვკითხულობთ მესამე ლექციას. კარმის რაობა და არსი ყველაზე უკეთ მაშინ გლინდება, როდესაც მას ვუპირისპირებთ ადამიანში მოქმედ სხვა იმპულსს. ეს იმპულსი განისაზღვრება სიტყვით თავისუფლება. მოდით თავიდან ზოგადად ასე ვთქვათ, უხეში შტრიხებით მოვნიშნოთ კარმის პრობლემა. რა არის კარმა? ადამიანის ცხოვრება მოიაზრება როგორც მიწიერი ცხოვრებების გარკვეული რიგი, გარკვეული თანმიმდევრობა. როდესაც მშვენიერად ვუღრმავდებით ერთ განსაზღვრულ მიწიერ ცხოვრებას, ჩვენ შეგვიძლია თუნდაც აზრობრივად თვალი შევავლოთ იმას, თუ როგორ მეორდება და როგორ გრძელდება ადამიანის ერთ კონკრეტულ ცხოვრებაში რამდენიმე წინა მიწიერი ცხოვრება. ჩვენს ამჟამინდელ მიწიერ ცხოვრებას წინ უძღოდა ადრინდელი მიწიერი ცხოვრება, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ადრინდელი მიწიერი ცხოვრებიდან წარმოსდგა და ეს რიგი აღწევს იმ დრომდე, რომელთან მიმართებაშიც ჩვენ უკვე ვერას ვიტყვით განმეორებით მიწიერ ცხოვრებებზე იმ გაგებით, ჩვენს დღევანდელ ეპოქას რომ ესატყვისება. რადგანაც ამგვარზე ახსოვას იმ წარსულში შევყავართ, როდესაც ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე და ცხოვრება გარდაცვალებიდან კვლავ დაბადებამდე თანდათან ერთმანეთს ემსგავსება, თანდათან ინქრევა ეს უდიდესი სხვაობა ამ ორ ყოფიერებას შორის. დღეს ცხოვრობთ რა ფიზიკურ სხეულში, ვგრძნობთ, რომ ჩვენი ჩვეულებრივი შეგნებით გამიჯნული ვართ სულიერი სამყაროსგან. ამ შეგნებიდან ადამიანები სულიერ სამყაროზე ლაპარაკობენ როგორც რაღაც ინქვეყნიურზე და მათი მსჯელობა საბოლოო ჯამში იქამდეც მიდის, რომ ისინი სათუოდ მიიჩნევენ ან და საერთოდ უარყოფენ მის არსებობას. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მიწიერ ცხოვრებაში ადამიანის არსებობა დასაზღვრულია გარეგრძნობებით და გონებით, რომელსაც არ ძალუძს განჯვრიდოს ის, რაც რეალურ კავშირშია ამ მიწიერ არსებობასთან. უვიცობიდან წარმომდგარი სხვადასხვა ჯურის კამათებიც აქედანაა. შესაძლოა თქვენ შესწრები ხართ ასეთ კამათს, მონიზმი, დუალიზმი და ასე შემდეგ. კამათი ასეთ ზოგად საგნებზე რა თქმა უნდა სრული უაზრობაა და იმ პრიმიტიული ადამიანის კამათს გავს ჰაერის არსებობას რომ უარყოფს, რაკი არაფერი სმენია მის შესახებ. ვინც იცის რა არის ჰაერი და იცის მისი მნიშვნელობა, მას აზრადაც არ მოუვა ჰაერზე ილაპარაკოს როგორც ინქვეყნიურზე. მას არც ასეთი აზრი მოუვა. მე ვარ მონისტი. ჰაერი, წყალი და მიწა არის რაღაც ერთიანი. ის კი დუალისტია, იმიტომ რომ ჰაერში რაღაც მიწიერს და თხევადის ზვარის მიღმიერს ხედავს. ეს ყველაფერი უაზრობაა. ისევე როგორც ყოველგვარი დავა და კამათი ცნებების ირგვლივ. ჩვენ არ შევჩერდებით ამ საგნებზე, მაგრამ მაინც საჭიროდ მიმაჩნია ამაზე ყურადღების მიპყრობა. რადგანაც როგორც ჰაერი ადამიანისთვის, რომელმაც ჰაერის შესახებ არა იცის რა, არის რაღაც ინქვეყნიური. ასევე მათ, ვინც ჯერ არ იციან რა სულიერი სამყაროს შესახებ, იგი ინქვეყნიურად წარმოუდგენიათ. თუმცა სულიერი სამყარო ჰაერის მსგავსად ყველგან არის. სულიერ სამყაროს ზიარებული ადამიანისთვის კი იგი სწორედაც რომ ამქვეყნიურია. მაშასადამე ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი მიწიერი ეპოქის ადამიანი დაბადებიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობს თავის ფიზიკურ სხეულში, მთელ თავის ორგანიზაციაში, ისე, რომ ეს ორგანიზაცია აძლევს მას შეგნებას და ამ შეგნების შედეგად იგი გარკვეული თვალსაზრისით გამიჯნულია მიზეზთა სამყაროსგან, თუმცა მიზეზთა ეს სამყარო მაინც იჭრება და თავის გავლენას ახდენს ადამიანის მიწიერ ყოფიერებაზე. შემდეგ, გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, ადამიანი ცხოვრობს სხვა სამყაროში, რომელსაც ჩვენ მიწიერ სამყაროსთან შედარებით შეიძლება სულიერი ეწოდოს. ამ სულიერ სამყაროში ადამიანს არ გააჩნია გარეგრძნობებით აღქმადი ფიზიკური სხეული. სულიერ სამყაროში იგი სულიერი არსების სახით ცხოვრობს. მიწიერი სამყარო, რომელშიც
ადამიანი ცხოვრობს დაბადებიდან გარდაცვალებამდე, გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში ისევე უცხოვდება, როგორც სულიერი სამყაროა უცხო დღევანდელი ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის. გარდაცვლილი დახურებს ფიზიკურ სამყაროს ისევე, როგორც ფიზიკურ სხეულში მყოფი ადამიანი აპყრობს მზერას სულიერ სამყაროს. მაგრამ ამ დროს ადამიანური გრძნობები, ასე ვთქვათ, სრულიად ურთიერთსაპირისპიროა. როდესაც მიწიერი ადამიანი თავის მზერას შეძლების დაგვარად აღაპყრობს სხვა სამყაროსკენ, ეს უკანასკნელი მასში ავსებს, ერთგვარად კომპენსირებს იმას, რასაც ამ ქვეყნად არავითარი კმაყოფილება არ მოაქვს, ან თუ მოაქვს უმნიშვნელო. გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში კი იმ ზღვა მოვლენათა გამო, რომელთა წიაღშიც ადამიანს უწევს ცხოვრება და სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი გამუდმებით მონაწილეობს ამ მოვლენებში და ეს დაუცხრომელი ყოფა ადამიანისგან მოითხოვს უფრო მეც, რისი გაძლებაც მას ძალუძს, ადამიანს უჩნდება გაუნელებელი მისწრაფება კვლავ დაბრუნდეს დედამიწაზე და უბრუნდეს იმას, რაც იმ ვითარებაში მისთვის საიქიო ცხოვრებას წარმოადგენს და იგი გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდელი ცხოვრების მეორე ნახევარში უდიდესი წყურვილით ელოდება ფიზიკური დაბადების გზით მიწიერ ყოფიერებაში დაბრუნებას. დედამიწაზე ადამიანს ზარავს სიკვდილი, რადგან მან არ იცის, რა იქნება სიკვდილის შემდეგ. მიწიერი არსებობისას ადამიანის ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის ეს დაურწმუნებლობა ძალზე ძლიერია. პირიქითაა გარდაცვალებიდან ხელახლა დაბადებამდელ ცხოვრებაში. აქ დომინირებს მომავალი მიწიერი ცხოვრების უძლიერესი რწმენა. ეს რწმენა აბრუებს ადამიანს. იგი ვარდება ერთგვარ ძილისმაგვარ გონება დაბინდულ მდგომარეობაში და აქ მას ძლევს სურვილი კვლავ დაეშვას დედამიწაზე. ეს მხოლოდ ზოგადი მინიშნება იმ უზარმაზარ სხვაობაზე ადამიანის მიწიერსა და გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებებს შორის რომ არსებობს. თუ კი მივუბრუნდებით წარსულს, თუნდაც ეგვიპტურ ეპოქას მესამედან პირველ 1000 წლეულამდე და თვალს შევავლებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთ მიწიერ ცხოვრებაში, აღმოჩნდება, რომ ჩვენს ამჟამინდელ უხეშ, ხელს შესახებად ცხადიერ ცნობიერებასთან შედარებით, ძველ ეგვიპტური ეპოქის ადამიანებს რამდენადმე სიზმარეული ცნობიერება ჰქონდათ. მათი ცნობიერება არ აწყდებოდა გარეგნულ საგნებს, როგორც ეს დღეს ხდება. შეიძლება ასეც ითქვას, რომ ეს ცნობიერება ქვეყნად დაიარებოდა ისე, რომ არაფერსაც აწყდებოდა. სამაგიეროდ იგი ახსავსე იყო ხატსახეებით, რომლებიც სხვასთან ერთად იმ სულიერის შესახებაც იუწყებოდნენ გარე სამყაროში, რომ არსებობს. ფიზიკურ მიწიერ ყოფიერებაში ჯერ კვლავ აღწევდა სულიერი. საკითხავია, როგორ შეეძლო ადამიანმა თავისი ბინდიერი ცნობიერებით იმ გიგანტური სამუშაოების შესრულება, რომლითაც ნიშნეულია ეგვიპტური და ქალდეული ეპოქები. აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ზოგჯერ სული თავადმყოფები შეურაცხყოფ მდგომარეობაში ფიზიკური ძალის მოზღვავებას განიცდიან. ამ დროს მათ შეუძლიათ ზიდონ ისეთი საგნები, რომელთა ადგილიდან დაძვრა ცხადიერ მდგომარეობაში წარმოუდგენელი. სწორედ ამგვარი წარმომავლობის ფიზიკურ ძალებს ფლობდა იმ უძველესი ეპოქის ხალხი. გარეგნულად ისინი დღევანდელ ადამიანზე ბევრად უფრო სუსტები ჩანდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, სიმსუქნე არ არის ძალის მანიშნებელი. სუქანი არ ნიშნავს ძლიერს და სუსტი უღონოს. საერთოდ წარსულის ადამიანები ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ. მართალია ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ცნობიერად აკვირდებოდნენ ყველა იმ ფიზიკურ მოქმედებას, რასაც თავად ასრულებდნენ, მაგრამ ამ ფიზიკური მოქმედების პარალელურად მათ ისეთი განცდებიც ჰქონდათ, რომლებშიც ჯერ კვლავ აღწევდა სულიერი სამყარო. მეორე მხრივ, დღევანდელთან შედარებით, იმ დროის ადამიანთა გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში გაცილებით მეტი აღწევდა მიწიერი ცხოვრებიდან. დღევანდელ ადამიანებს ძალზე უჭირთ ურთიერთობა გარდაცვლილებთან, რამე თუ ადამიანის მეტყველებაში დაიკარგა ის, რითაც გარდაცვლილს შეუძლია მისი გაგება. მაგალითად, გარდაცვლილისთვის მალევე სიკვდილის შემდეგ მიუწვდომელი, სრულიად ცარიელი და უსაგნო ხდება ჩვენი არსებითი სახელები. მათ შეუძლიათ გაიგონ ზმნები,
როგორც რაღაც მოძრავი ქმედითი და როდესაც აქ დედამიწაზე მატერიალისტურად განწყობილი ადამიანები ნიადაგ გვიკიჟინებენ, რომ ყველაფერი ექვემდებარება სისტემურ განსაზღვრებებს ცნებებში, რომ ყველა ცნება უნდა იყოს მკაფიო და განსაზღვრული, ამ დროს გარდაცვლილისთვის გაუგებარია ყოველგვარი განსაზღვრება. გარდაცვლილმა იცის მხოლოდ ის, რაც მოძრაობაშია და არა ის, რასაც აქვს კონტური და რაც ფორმითაა დასაზღვრული. ძველ ეპოქაში კი ისე იყო, რომ ენას, რომელიც დედამიწაზე ცოცხლობდა და აზროვნების იარაღს წარმოადგენდა, გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაშიც შეეძლო აეღწია. ასე რომ სიკვდილის შემდეგ გარდაცვალებამდე კიდევ დიდ ხანს აღწევდა მისი მიწიერი ცხოვრების ნახმევი, საიდანაც მას შეეძლო გაეგო ისიც, რაც დედამიწაზე მისი გარდაცვალების შემდეგ ხდებოდა. თუკი კიდევ უფრო შორეულ წარსულში ატლანტიდის კატასტროფის შემდგომ მე-9-მე 1000 წლეულებს მიმოვიხილავთ, სხვაობა მიწიერსა და იმ ქვეყნიურ ყოფიერებას შორის კიდევ უფრო უმნიშვნელო აღმოჩნდება. იმის იქეთ კი არის დრო, როდესაც ადამიანისთვის ეს ორი ცხოვრება განურჩეველია და აქ ადამიანის განმეორებით მიწიერ ცხოვრებებზე ლაპარაკს უკვე აზრი იკარგება. მას შესაძლოა წარსულის წვდომა ცხადყოფს, რომ განმეორებით მიწიერ ცხოვრებებს თავისი საზღვარი აქვს. ასევე მომავლისკენ მიმართულ მზერასაც ეხსნება განმეორებითი მიწიერი ცხოვრებების ზღვარი. და მეთანხმებით, რომ ის, რასაც ანთროპოსოფიამ სრულიად შეგნებულად დაუდო დასაბამი, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის ჩვეულებრივ შეგნებაში შემოვიდეს სულიერი სამყარო. ამის შედეგად სამყარო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე, თანდათან უფრო და უფრო ღრმად შემოიჭრება ჩვენს მიწიერ სამყაროში. მაგრამ ამ დროს ადამიანის ცნობიერება იქნება არა სიზმარეული, არამედ ცხადზე ცხადი და მკაფიო. თანდათან შემცირდება თითქმის წაიშლება ადამიანის ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიურ ცხოვრებებს შორის სხვაობა. ამრიგად ადამიანის განმეორებითი მიწიერი ცხოვრებები დასაზღვრულია გარეგნული მიჯნით, რომლის იქეთ გვაქვს ადამიანის სრულიად სხვა ყოფიერება, ისეთი ყოფიერება, სადაც განმეორებით მიწიერ ცხოვრებებზეა ლაპარაკი. ბუდიში ისეთი ყოფიერება, სადაც განმეორებით მიწიერ ცხოვრებებზე ლაპარაკი უაზროა, რადგან იქ უკვე აღარ არსებობს ისეთი სხვაობა მიწიერ ცხოვრებასა და სულიერ სამყაროში ცხოვრებას შორის, როგორიცაა დღეს. მას შესაძლოა ამჟამინდელი მიწიერი ევოლუციის საკმაოდ ვრცელი პერიოდი ადამიანის მრავალ მიწიერ ცხოვრებას მოითვლის. დიახ, სწორედ რომ მრავალ და არა უთვალავ, რამე თუ სულის მეცნიერული კვლევა ამ ცხოვრებათა რაოდენობის ზუსტად განსაზღვრების შესაძლებლობასაც გვაძლევს. ამ დროინდელ ცხოვრებებში ჩვენ განცდილი გვაქვს ადამიანთა ურთიერთმიმართების გამომხატველი სხვადასხვა მოვლენები. წარსულის ერთობლივი განცდები, წარსულის ურთიერთქმედებები და მათი შედეგები. ამჟამინდელ მიწიერ ცხოვრებაში აუცილებლად იჩენს თავს როგორც ჩვენი დღევანდელი ქმედებების იმპულსი. ზუსტად ასევე ამ ცხოვრებაში ნამოქმედ არის შედეგები განივრცობა მომდევნო მიწიერ ცხოვრებაზე. მას შესაძლოა ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენათა მიზეზები უმრავლესწილად წინა მიწიერ ცხოვრებებში უნდა ვეძებოთ. აქ ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ კი ადამიანის ცხოვრება მიზეზობრივად განპირობებული და წინასწარ განსაზღვრულია, მას როგორღაა იგი თავისუფალი ადამიანი? ეს მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი კითხვაა, რამე თუ ყოველგვარი სულიერი დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყოველი მომდევნო მიწიერი ცხოვრება სრულიად მართებულად ადრინდელი მიწიერი ცხოვრებითაა განპირობებული. მეორე მხრივ თავისუფლების შეგნებაც ეჯგარეში არსებობს. ვისაც აგიკითხავთ ჩემი თავისუფლების ფილოსოფია, დამეთანხმებით, რომ ადამიანის გაგება შეუძლებელია, თუ კი არ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მისი მშვინვიერი ცხოვრება თავისუფლებაზეა ორიენტირებული. ადამიანი მიელტვის თავისუფლებას, მაგრამ ისეთ თავისუფლებას, რომელიც აუცილებლად სწორად უნდა იქნას გაგებული.
თავისუფლების ფილოსოფიაში თავისუფლების სწორედ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იდეაა ფორმულირებული. საქმე ისაა, რომ თავისუფლებას ადამიანი უწინარეს ყოვლისა აზროვნებაში აღწევს. აზროვნებაში იხსნება თავისუფლების წყარო. ადამიანი სავსებით ბუნებრივად უშუალოდ ფლობს იმ შეგნებას, რომ აზროვნებაში იგი თავისუფალი არსებაა. თქვენი იტყვით კი, მაგრამ დღეს ხომ ბევრისთვის ეჭქვეშ დგას თავისუფლების არსებობა. დიახ, შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ადამიანებში დღეს მომძლავრებულმა თეორიულმა ფანტაზიებმა გადაამეტა იმასაც კი, რასაც სინამდვილეში ადამიანი თავად უშუალოდ განიცდის. თანამედროვე ადამიანი აღარ ენდობა თავის საკუთარ აზრებს. იგი ერთიანად გადატვირთულია თეორიული მოსაზრებებით. ადამიანს ბუნებრივ პროცესებზე დაკვირვებისას ასეთი იდეა გამოხავს. სამყაროში მეუფობს გარდუვალობა, ყველაფერი განსაზღვრულია. ყველა შედეგს თავისი მიზეზი აქვს. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ქვეყნად არსებობს, თავისი მიზეზითაა განპირობებული. შესაბამისად, თუ კი რაიმე აზრს ჩავთვლით, იმასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს. განმეორებითი მიწიერი ცხოვრებები ამ დროს სათვალავშიც არ აქვთ. მათი აზრით ის, რაც აზროვნებიდან მომდინარეობს, მიზეზობრივად განპირობებულია ისევე, როგორც მანქანის მიერ წარმოებული პროდუქცია. საყოველთაო მიზეზობრიობის, ანუ როგორც იტყვიან, კაზუისტიკის ამგვარი თეორიის აღიარებით, ადამიანი დღეს აშკარად სიბეცეს ავლენს, რადგან სინამდვილეში იგი თავის თავში რეალურად ატარებს თავისუფლების შეგნებას. თავისუფლება არის ფაქტი, რომელსაც განიცდიან მაშინ, როდესაც ნამდვილად აღწევენ თვითშემეცნებას. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ რაკიღა ნერვული სისტემა, სახელდობრ ნერვული სისტემა, იგი თავისი თავიდან მაგიურად აფრქვევს აზრებს. თუ ეს ასეა, მაშინ ხომ აზრები უნდა იყოს თქვათ ცეცხლის ალის მაგვარი, რომელიც ანთია, რადგან აქვეა აუცილებელი საწვავი მასალაც, თავისუფლება. მაგრამ ეს ადამიანები თავისი სიტყვებით თავადვე ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. მე ხშირად ვიხსენებ ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ფანატიზმში გადაეშვა და წმინდად მატერიალისტურად იწყო აზროვნება. იგი ამბობდა, მე რომ დავდივარ, ამას როგორც შედეგს იწვევს ჩემი ტვინის ნერვები, რომლებშიც გარკვეული მიზეზები მოქმედებს. ერთხელაც გარკვეულმა მიზეზებმა მასთან ხანგრძლივ საუბარზე მიბიძგა და მაშინ მე მას ბოლოს და ბოლოს ვუთხარი. თუ გესმის მაინც რას ამბობ, დაუკვირდი. შენ ამბობ მე დავდივარ. რატომ არ იტყვი ჩემი ტვინი დადის? თუ კი შენ ნამდვილად გწამს შენი თეორიის, მაშინ არ უნდა ამბობდე მე დავდივარ. მე ვიხვეჭ. არამედ ჩემი ტვინი დადის, ჩემი ტვინი იხვეჭ და ასე შემდეგ. ძირითადად ეს თეორეტიკოსების პოზიციაა. მაგრამ ხომ არიან პრაქტიკოსებიც, რომლებიც რა შეამჩნევენ თავის თავში უგვანსა და უზნეოს, აღნიშნავენ, აღიარებენ ამას, მაგრამ ვერა და ვერ თმობენ, ვერ ელევიან. ასეთი პრაქტიკოსები ამბობენ, როგორ შეველიო, როგორ შევებრძოლო ჩემს ხარვეს, ეს ხომ ჩემი ნატურაა, ეს თავისთავად ხდება, მე უძლური ვარ მის წინაშე. ბევრი ასეთი ადამიანი, ისინი აპელირებენ თავისი არსების უცილობელ წინასწარ განსაზღვრულობაზე, მაგრამ ამავე დროს ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრულობასაც იჩენენ. როდესაც ხალხის წინაშე ცდილობენ დაფარონ თავისი ნატურა და გამოავლინონ ის თვისებები, რომლებიც ძალზე სწადიათ, რომ ბუნებრივად ჰქონდეთ, რადგან ამ თვისებათა გამო მათ არ მოუწევთ თავის მართლება, ვინძლოში აქონ კიდეც, მაგრამ სწორედ ამით თვითონვე ზურგს აქცევენ საკუთარ მოსაზრებას ადამიანის ნატურის უცილობელი განსაზღვრულობის შესახებ. ადამიანის არსების თავისუფლების მადასტურებელი ძირითადი ფაქტი, ეს ის ფაქტია, რომელიც შეიძლება უშუალოდ განიცადო. ჩვეულებრივ მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ ბევრ რამეს სრული თავისუფლების შეგნებით ვაკეთებთ და ამავდროულად ეს არის ის, რის არ გაკეთებაც ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვგზნობთ, რომ ამით ჩვენ თავისუფლება რაღაცით შეილახა თუ შეიზღუდა.
დაუშვათ, თქვენ გადაწყვიტეთ აიშენოთ სახლი. სახლის აშენებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება. ამის შემდეგ თქვენ ამ სახლში იცხოვრებთ. ახლა კი დაფიქრდით, თუ თქვენ თავისუფლებას ხელყოფს ის, რომ ამ სახლში მოგიწევთ ცხოვრება. თუ თქვენ იტყვით, სახლი მზადაა და მიძულებული ვარ ამ სახლში ვიცხოვრო, ეს კი იძულებაა. რა თქმა უნდა, თქვენ ეს აზრადაც არ მოგივათ. თქვენ არ გექნებათ თავისუფლების შეზღუდვის განცდა იმის გამო, რომ სახლი აიშენეთ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამუდმებით გვერდ დგას ორი რამ. ჯერ რაღაც იგეგმება, შემდეგ ეს რაღაც იქცევა ფაქტად, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. მას ასე აიღეთ ყოველივე ის, რაც წინა მიწირი ცხოვრებიდან მომდინარეობს, ყოველივე ის, რაც თქვენგან ანგარიშის გაწევას მოითხოვს, რამე თუ ეს სწორედ ისაა, რაც თქვენ მიერ აშენებული სახლის ანალოგიურად თქვენ გეხებათ და თუ კი საღად განშით, არასდროს შელახული თავისუფლების შეგრძნებას არ აღგიძრავთ ის, რომ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება წინა მიწიერი ცხოვრებებით იქნა განპირობებული. თქვენ შეგიძლიათ ასეც თქვათ, დიახ, მე ვაშენებ სახლს და მაინც თავისუფალ ადამიანად დარჩენა მსურს. მე არ მინდა ამით შევზღუდო ჩემი თავისუფლება. 1 წლის შემდეგ თუ კი სახლი არ მომეწონება, გავყიდი მას. შესანიშნავია. ამგვარმა საქციელმა შესაძლოა მავან თაფიქრებინოს კიდეც, რომ თავადაც არ იცით საკუთრივ რა გსურთ ცხოვრებაში. მაგრამ მოდით განზე გადავდოთ ეს ყველაფერი, მოვეშვათ ვარაუდს, რომ ვიღაც თავისუფლების ფანატია და თავისუფლების ხელყოფის შიშით ყველა დაწყებულ საქმეს თავს ანებებს. ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას, რომ მას არ ძალუც ისარგებლოს მისსავე მიერ მოწეული ნაყოფის სიკეთით. ასეთ ადამიანს თანდათან მსჭვალავს თავისუფლებისადმი მისწრაფების ნესტარი. თავისუფლებისადმი ფანატიკური ლტოლვა მოსვენებას უკარგავს და პირდაპირ შხამავს მას. საქმე ის გახლავთ, რომ ეს საგნები უნდა მივიღოთ არა როგორც თეორია, არამედ მთელი მისი ცხოვრებისეული სისრულით. ახლა კი ერთ-ერთ რთულ და სერიოზულ ცნებას შევეხები. თუ კი ადამიანს თავისუფლებას მივაწერთ, მაშინ ეს თავისუფლება ასევე უნდა მივაკუთვნოთ იმ არსებებსაც, რომლებიც არ არიან შეზღუდული ადამიანური ბუნების ჩარჩოებით. და ამდენად მათი თავისუფლების ხარისხი ბევრად აღემატება ადამიანური თავისუფლების ხარისხს. აქ შეიძლებოდა წარმოგვედგინა ერთგვარი თეოლოგიური თეორია და გვეთქვა, ღმერთი ხომ აუცილებლად უნდა იყოს თავისუფალი. ხოლო თუ ღმერთმა შექმნა განსაზღვრული სამყარო, მანამით ცხადყო თავისი თანხმობა ამ ფაქტზე. ხომ არ დაიწყებს იგი მთელი სამყაროს ცვლას ყოველდღიურად? მაშასადამე გამოდის, რომ არც ღმერთია თავისუფალი. ასე რომ თუ კი ამგვარად შევაპირისპირებთ შინაგან კარმულ გარდუვალობას თავისუფლებასთან, რომელიც არის ჩვენი შეგნების ფაქტი, ჩვენი თვითდაკვირვების შედეგი აღმოჩნდებით ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. წრეს თავს ვერ დავაღწევთ, რადგანაც საქმე შემდეგშია. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ სახლის მაგალითი. მე უკვე ერთგვარად მოვთელე ეს მაგალითი, მაგრამ ისევ მივმართავ მას და ვფიქრობ, იგი მომავალშიც სათანადოდ დაგვაკვალიანებს. მას ასე მავანი აშენებს სახლს. მე არ ვამბობ, მე ვიშენებ სახლს, რადგან ალბათ არასდროს სახლს არ ავიშენებ. მაგრამ აი, ვიღაც იშენებს სახლს. ამ თავისი გადაწყვეტილებით იგი გარკვეულწილად თავის მომავალსაც საზღვრავს, რადგან ამ მომავალში, თუ კი სახლიც მზადაა და მისი მფლობელიც ანგარიშს უწევს თავის პირვანდელ გადაწყვეტილებას, მას აღარ რჩება ამ სახლში ცხოვრება, არ ცხოვრების თავისუფალი არჩევანი. მართალია მან თავიდანვე შეზღუდა თავისი თავისუფლება და მაინც ისე მოსჩანს, რომ მას აღარ დარჩა სხვა გამოსავალი. მაგრამ დაფიქრდით, ამის მიუხედავად, კიდევ რამდენი თავისუფლება რჩება ადამიანს ამ ახალ სახლში დაბინავების შემდეგ. მას შეუძლია ამ სახლში იყოს გონიერი ან უგუნური, იყოს კეთილი, დამთმობი ან უხეში მათ მიმართ, ვინც მასთან ერთად ცხოვრობს. მისი თავისუფალი ნება ადილ-ადრიან ადგება იგი, თუ შუა დღემდე იძინებს. ამ მიმართებით შესაძლოა სხვა გარემოებებმაც იჩინოს თავი, მაგრამ ყველა შემთხვევაში
მასზე იქნება დამოკიდებული ამ სახლში, იგი ადრე ადგება თუ გვიან. ამ სახლში იგი თავისუფალია იყოს ანთროპოსოფოსი თუ მატერიალისტი. ერთი სიტყვით არსებობს მრავალი რამ, რისი მიმართებითაც ადამიანი კვლავ ინარჩუნებს თავისუფლებას. ზუსტად ასევე ცალკეულ ადამიანურ ცხოვრებაში ბევრი რამაა ისეთი, რის მიმართებითაც ადამიანი თავისუფალია და რაც კარმული გარდავალობის მიუხედავად თავისუფლების სფეროს განეკუთვნება. თქვენ ალბათ იტყვით, კარგია თუ ჩვენს ცხოვრებაში მაინც არსებობს თავისუფლების რაღაც სფერო. თქვენ ალბათ იტყვით, კარგია თუ კი ჩვენს ცხოვრებაში მაინც არსებობს თავისუფლების რაღაც სფერო. მე მინდა სქემატურად გამოვსახო თავისუფლება, რადგან ადამიანებს უყვართ თავისუფლება. კარმულ გარდუვალობას კი წითლად შევაფერადებ. ნახე რას ამბობს, ესე იგი მე მინდა სქემატურად ღიაფრად გამოვსახო თავისუფლება და კარმული გარდუვალობა წითელ ფერად. ამ ნახატზე ისიც გვაქვს, ეთყობა ნახატსაჩვენებს. მას შესაძლოა ჩვენ წინაშეა თავისუფლების რამდენადმე ჩაკეტილი სფერო, მის ირგვლივ კი კარმული გარდუვალობა. ნახატზე დაკვირვებისას თქვენ ასეთ დასკვნამდე მიხვალთ. აქ მე ვიმყოფები თავისუფლების ერთგვარ სფეროში, მაგრამ მე ვუახლოვდები ჩემი თავისუფლების ზღვარს და ირგვლივ ყველგან კარმულ გარდუვალობას შევიგრძნობ. მე ბოლთას ვცემ ჩემი თავისუფლების სამეუფოში, მაგრამ მის საზღვრებთან მიახლოებისას კარმულ გარდუვალობას ვაწყდები. მაგრამ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თევზსაც რომ ასე ეფიქრა, ის უკიდურესად უბედური იქნებოდა წყალში. ყველამ ვიცით, რომ ცურვისას თევზი წყლის ზედაპირამდე, ანუ წყლის და ჰაერის მიჯნამდეც ამოდის. წყლის გარეშე კი მას სიცოცხლე არ შეუძლია, იგი წყალს ვერ სცილდება, დაცურავს აქეთ-იქით და არის თუ არა რაიმე წყლის ზედაპირს მიღმა, ეს მას არ აფიქრებს. მისთვის სულ ერთია, ჰაერია იქ თუ სხვა რამ. მე კი გარწმუნებთ, რომ თევზი არ არის უბედური იმის გამო, რომ არ სუნთქავს ფილტვებით. ისულაც არ გზნობს თავს უბედურად. თევზს რომ თავი უბედურად ეგძნო იმის გამო, რომ ლაყუჩებით სუნთქავს და არა ფილტვებით, მას ლაყუჩებთან ერთად ფილტვებიც უნდა ჰქონოდა. მაშინ მას შესაძლებლობა მიეცემოდა წყალში ცხოვრება ჰაერზე ცხოვრებასთან შეედარებინა და მისი თვით შეგრძნება სხვანაირი იქნებოდა, იგი ერთიანად გადასხვაფერდებოდა. განვახცოთ ეს მაგალითი ადამიანის ცხოვრებაზე. თავისუფლებასთან და კარმულ გარდუვალობასთან მიმართების თვალსაზრისით, დედამიწის ბინადარ ადამიანს თავიდან ჩვეულებრივი შეგნება აქვს და ამ ჩვეულებრივი შეგნებით იგი ცხოვრობს თავისუფლების სფეროში, როგორც თევზი წყალში. ამ თავისი შეგნებით იგი არასდროს არ შედის კარმული გარდუვალობის სამეუფოში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი რეალურად იწყებს სულიერი სამყაროს აღქმას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი არსობრივად ეთვისება სულიერ სამყაროს, იგი ჭვრეტს იმ იმპულსებს, რომლებიც მასში ცხოვრობს, როგორც კარმული გარდუვალობა. იმ იმპულსებს ჭვრეტს, რომლებიც მასში ცხოვრობს, როგორც კარმული გარდუვალობა. ხოლო როდესაც ამის შემდეგ იგი განჭვრეტს თავის წინამიწიერ ცხოვრებებს და იქ პოულობს თავისი ამჟამინდელი განცდების მიზეზებს, ამ დროს იგი არ გრძნობს, არ ფიქრობს, რომ იმყოფება გარდუვალობის წნეხის ქვეშ და მისი თავისუფლება ხელყოფილია, არამედ აკვირდება წარსულს და ცნობიერებს, რომ თავად ააშენა ის, რასაც ახლა განიცდის. იმ ადამიანის მსგავსად თავის აშენებულ სახლს რომ უყურებს და იხსენებს წარსულს, როდესაც მან ამ სახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ ასეთი კითხვაც სავსებით მართებულია, გონივრული იყო თუ არა ამ სახლის აშენება. ზუსტად ასე, მას შემდეგ, რაც რაღაც მოვლენები ჩაივლის, სავსებით კანონზომიერია მათზე მსჯელობა და თუ კი სახლის აშენება სრულ უბუნურებად წარმოგიჩნდებათ, ბოლოს და ბოლოს იმასაც აღიარებთ, რომ სისულელე ჩაგიდენიეთ. ცხოვრებაში ხომ ხშირად ხდება, რომ თქვენსავე მიერ წამოწყებულ საქმეზე შემდეგ თავად ამბობთ, ეს რა უაზრობა იყო, თუმცა ხშირად ადამიანებს უჭირთ ამის აღიარება.
ადამიანს არ უყვარს თავისი უგუნურების გამოტანჯვა. ადამიანს სურს მისი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. მაგრამ ეს ყველაფერი ამ ყაიდაზე მოაზროვნე ადამიანის მხოლოდ ერთ მიწიერ ცხოვრებას ეხება, რადგან უგუნური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით მიღებული საზღაური ერთი მიწიერი ცხოვრების ფაქტებია. ეს ყოველთვის ასეა. სხვა, როდესაც სხვადასხვა მიწიერ ცხოვრებებთან გვაქვს საქმე, რადგან მათ შორის ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებებია და ეს ცხოვრებები ბევრ ისეთ რამეს ცვლის, რაც არ შეიცვლებოდა ადამიანს ერთი ცხოვრებით რომ ეცხოვრა. ანუ ადამიანის ამჟამინდელი ცხოვრება მისი წინა მიწიერი ცხოვრების ერთგვაროვანი გაგრძელება რო ყოფილიყო. რაღაც არასწორად წავიკითხე აქ. ესე იგი სხვა, როდესაც სხვადასხვა მიწიერ ცხოვრებებთან გვაქვს საქმე, რადგან მათ შორის ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრებებია და ეს ცხოვრებები ბევრ ისეთ რამეს ცვლის, რაც არ შეიცვლებოდა ადამიანს ერთი ცხოვრებით რომ ეცხოვრა. ანუ ადამიანის ამჟამინდელი ცხოვრება მისი წინა მიწიერი ცხოვრების ერთგვაროვანი გაგრძელება რომ ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რომ იყურებით წარსულში და ჭრეთ თქვენს წინა მიწიერ ცხოვრებას. ამ ცხოვრებაში თქვენ რომელიღაც ადამიანს ბოროტად მოეკეცით. შემდეგ მოდის ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. ამ სულიერ ცხოვრებაში თქვენ მხოლოდ ასეთნაირად შეგიძლიათ იფიქროთ, იმის გამო რომ ადამიანს ბოროტად მოვეკეცი, მე ახლა ნაკლებად სრულყოფილი ვარ. ჩემმა ქმედებამ ჩემს ადამიანურობას რაღაც წაართვა, ამით მე მშვენიერად ხეიბარი გავხდი. მე უნდა გავთავისუფლდე ამ ზიანისგან. ასე ფიქრობთ თქვენ და იღებთ გადაწყვეტილებას. ახალ ცხოვრებაში მოიმოქმედოთ რაღაც ისეთი, რაც თქვენ შეცდომას გამოასწორებს. ხოლო თუ სიკეთე გააკეთეთ, მაშინ იმეცნებთ, რომ მთელი ადამიანური მიწიერი ცხოვრება მთელი კაცობრიობისთვის ხორციელდება და ეს განსაკუთრებული სიცხადით აღიქმება გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრებაში. ამ დროს თქვენ იმეცნებთ, რომ ადამიანმა, რომელსაც თქვენ დაეხმარეთ, მართლაც თქვენი წყალობით მიაღწია იმას, რასაც უთქვენოდ ვერ მიაღწევდა თავის მიწიერ ცხოვრებაში. და აი აქ თქვენ გრძნობთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაშიც გაერთიანებული ხართ მასთან. ეს ერთობა საწინდარია იმისა, რომ შემდგომ მიწიერ ცხოვრებაშიც გარეავლინოთ ის, რასაც ერთობლივ მიაღწიეთ კაცობრიობის გასრულ ყოფილების საქმეში. ამ ადამიანს თქვენ კვლავ პოულობთ ახალ მიწიერ ცხოვრებაში, რათა კვლავ განაგრძნოთ იმ სულისკვეთებით მოქმედება, რომლითაც წარსულში მისი სრულყოფილებისთვის იღწოდით. ამრიგად თუ კი თქვენ სულიერი სამყაროს რეალური წვდომის წყალობით აღიქვამთ მთელ საწიერს კარმული კანონზომიერებებისა, რომელიც ერთგვარ ტვირთადაც კი გაწვებათ. ეს იმას ოდინიშნავს, რომ თქვენ გზარავთ იგი და სიძულვილის გრძნობა მისდამი არამც და არამც. თქვენ ჭრეთ ამ კარმულ აუცილებლობებს, როგორც რაღაც თქვენსავე მიერ შექმნილს. თქვენ მათ ჭრეთ ისეთნაირად, რომ შეგიძლიათ თქვათ, ესა და ეს უნდა მოხდეს შინაგანი აუცილებლობიდან, მაგრამ ამასთან ერთად სრული თავისუფლებიდანაც. კარმის რეალური განჭვრეტისას ადამიანს კარმასთან უთანხმოების ოდნავი განცდაც კი არასოდეს უჩნდება. ადამიანის სავსებით ეთანხმება თავის ბედს. და თუ კი კარმაში არის რაღაც ისეთი, რაც მაინც იწვევს ადამიანში რაიმე ყოფილებას, მაშინ იგი განხილული უნდა იქნას მსოფლიო განვითარების საყოველთაო კანონზომიერებებიდან გამომდინარე და მაშინ ყოველთვის გამონაკლის გარეშე ადამიანი ასკვის, რომ ის რაც ხდება როგორც კარმული გარდუვალობა, ყველა შემთხვევაში მაინც უკეთესია, ვიდრე ყოველი ახალი მიწიერი ცხოვრების ახალ ჯერზე დაწყება, როდესაც ცხოვრება დაუწერელი ფურცელივით სუფთაა და ცარიელი. რამე თუ ჩვენი კარმა, ეს საკუთრივ ჩვენ ვართ. ის, რაც კარმას წინა მიწიერი ცხოვრებიდან შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში გადააქვს, არსებითად თავად ჩვენ ვართ და უაზრობა იმის თქმა, რომ ჩვენს კარმაში, რომელთანაც ერთად ჩვენში უდავოდ არსებობს თავისუფლების სფეროც, რაღაც უნდა იყოს უფრო სხვაგვარად, ვიდრე არის, რადგან უმართებულოა რაღაც ნაწილის კრიტიკა ერთიან კანონზომიერებასთან მისი მიმართების
გარეშე. მავანს შესაძლოა არ მოსწონდეს თავისი ცხვირი, მაგრამ უაზრობაა ცალკე ცხვირის კრიტიკა, რადგან ცხვირი, რომელიც მას მიეცა, უნდა იყოს სწორედ ისეთი, როგორიც არის. რამდენადაც ამ ცხვირის პატრონიც ისეთია, როგორიც უნდა იყოს. და თუ კი ადამიანი ამბობს, რომ მას სხვანაირი ცხვირი ერჩია, იგი ფაკუთრივ იმას ამბობს, რომ მას სულ სხვა ადამიანად ყოფნა სურს. ამით იგი აზრობრივად თავისსავე თავს უარყოფს, მაგრამ საქმით რაიმეს შეცვლა არ ძალობს. მას შესაძლოა ჩვენ არ ძალგვით განვირიდოთ საკუთარი კარმა, რამე თუ ჩვენ თავად ვართ ეს კარმა. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშფოთოს, რადგან ჩვენი კარმა ჩვენს თავისუფალ ქმედებებთან ერთობლივ ხორციელდება. ზემოთქმულის ნათელსაყოფად ერთ შედარებასაც მოვიშველიებ. ჩვენ ადამიანები ორ ფეხს ვეყრდნობით, ორი ფეხით დავდივართ. მაგრამ არსებობს ნიადაგიც, რომელზეც ფეხს ვაბიჯებთ. არც ერთი ადამიანი არ გრძნობს თავს უხერხულად იმის გამო, რომ მის ფეხქვეშ მიწა. ადამიანს ეს ხელს არ უშლის სიარულის დროს. პირიქით, ადამიანმა უნდა განსაჯოს, რომ მყარი ნიადაგი რომ არა, იგი სადღაც ქვესკნელში ჩაიხვეწებოდა. თავისუფლებაზე ზუსტად ასე ითქმის, თავისუფლება როგორც ერთგვარი ფესვიდან, გარდუვალობიდან უნდა ამოიზარდოს. ეს ფესვი კი თავად ჩვენ ვართ. თუ კი სწორედ გვესმის თავისუფლების და კარმის ცნებები, ისინი სავსებით თანაერწყმიან ერთმანეთს და ჩვენც შიშით უკან აღარ ვიხევთ და თავს არ ვარიდებთ კარმული გარდუვალობის საფუძვლიან განხილვას. დიახ. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მსჯელობითაც უნდა მივმართოთ საკუთარ თავს. შესაძლოა კაცი, მავანი, ასეთი მსჯელობით უნდა მივმართოთ თავს, აი როგორი მსჯელობით ამას ვკითხულობ ახლა. შესაძლოა კაცი მავანი მის მიერ ხელდასხმით მიღწეული შემეცნების წყალობით, სულიერი მზერით ჭვრეტდეს წინა მიწიერ ცხოვრებას. ამ დროს მას ზუსტად ეცოდინება, თუ სახელდობ რა შედეგს გამოიწვევს მისი ესა თუ ის საქციელი. ხელდასხმით მონიჭებული შემეცნება რომ არა, მას ამჟამინდელ მიწიერ ცხოვრებაში შემოუდგებოდა ერთგვარი ობიექტური გარდუვალობა და ამა თუ იმ ქმედებისკენ უბიძგებდა ისე, რომ ადამიანს არ გაუჩნდებოდა პირადი თავისუფლების შელახვის განცდა. რადგან ადამიანური თავისუფლების განცდა ჩვეულებრივი შეგნების სფეროში იმყოფება, ამ შეგნებით კი შეუძლებელია იმ სფეროში შეღწევა, სადაც მეუფებს კარმული აუცილებლობა. მაგრამ როდესაც ადამიანი ხელდასხმის თანამყოლი შემეცნებით მზერას წარსულისკენ მიმართავს, იგი განჭვრეტს თავის წინა მიწიერ ცხოვრებას და იქ მომხდარს განიხილავს როგორც თავისებურ ამოცანას, რომელიც მან ცნობიერად უნდა გადაჭრას ამჟამინდელ ცხოვრებაში. დიახ, ასეც ხდება. ახლა კი გეტყვით რაღაც ისეთს, რაც ალბათ პარადოქსად მოგეჩვენებათ, მაგრამ რეალურად ეს სწორედ ასეა. ადამიანმა არავითარ ნათელმხილველურ შემეცნებას რომც არ ფლობდეს, საკუთრივ ყოველთვის იცის, რომ რაღაც შინაგანი იმპულსის თუ შინაგანი მოწოდების ძალით უნდა გააკეთოს ესა თუ ის. ადამიანმა მართლაც ყოველთვის იცის, რა უნდა აკეთოს. იგი გრძნობს ამ მისწრაფებას რაღაც ქმედებისადმი. საქმე რამდენადმე სხვაგვარადაა ხელდასხმის შემეცნებიდან მოქმედი ადამიანის შემთხვევაში. მიწიერი ცხოვრების გარემოცვაში გარკვეული განცდების მიმართებით მას ერთობს საოცარი კითხვები უჩნდება. იგრძნობს თუ არა იმპულს რაიმე ქმედებისადმი, იქვე იმავდროულად მასში საპირისპირო ტენდენციის იმპულსიც იჩენს თავს. ანუ ადამიანი გრძნობს, რომ მან ეს რაღაც არ უნდა მოიმოქმედოს, ესე იგი ხელდასხმულს სავსებით უქრება ის ბუნდოვანი ლტოლვა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს უბიძგებს ამა თუ იმ ქმედებისადმი. და აი ფაქტიურად ხელდასხმის გარკვეული საფეხურისთვის ნიშანდობლივი წვდომის საფუძველზე ადამიანს შეუძლია თქვას, ამიერიდან მას შემდეგ რაც ჩემში ხელდასხმის წყალობით გაიხსნა, სიამოვნებით გავატარებდი მთელ ჩემ ცხოვრებას. ახლა 40 წლის ვარ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისეთნაირად, რომ ეს შტაინერის ჩართვა
40 წლის არის, როცა კითხულობს ამ ლექციას. ეს იგი კიდე ერთხელ წავიკითხავ. ამიერიდან მას შემდეგ რაც ჩემში ხელდასხმის წყალობით გაიხსნა, სიამოვნებით გავატარებდი მთელ ჩემ ცხოვრებას ისეთნაირად, რომ ვიждებოდი ჩემთვის სკამზე და სხვას არაფერს, სრულიად არაფერს გავაკეთებდი, რამე თუ მე აღარც ის ლტოლვა მაქვს და არც ის მისწრაფება, რომლებიც რაიმე მოქმედებისკენ მიბიძგებდნენ. არ გეგონოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ ხელდასხმული რეალურ სინამდვილეს არ ეკუთვნის. ადამიანები ხშირად სწორედ ასე ფიქრობენ. შემწორ ქათამს, რომ მიირთმევენ, მაშინ ზუსტად იციან, რომ საქმე აქვთ რეალურ სინამდვილესთან. ხელდასხმით მონიჭებულ შემეცნებაზე კი თითქმის ყველა ისე ფიქრობს, რომ მას მხოლოდ თეორიული ზემოქმედება ხელი ეძიფება. მე კი ვაცხადებ, რომ ამ შემეცნებას ყველაზე ცხოველი ზემოქმედებები, ყველაზე უფრო ცხოვრებისეული შედეგები მოაქვს და ხელდასხმის ერთ-ერთი ასეთი ცხოვრებისეული შედეგი სწორედ ზემოაღწევილი მდგომარეობაა. სანამ ადამიანი მოკლებულია ხელდასხმის მიერ შემეცნებას, მისთვის ყოველთვის ბუნდოვანი იმპულსის ძალით ერთი რამ მნიშვნელოვანია, მეორე უმნიშვნელო. ხელდასხმულს კი უჯობს იჯდეს სკამზე და უმოქმედოდ ადევნოს თვალი მსოფლიოს სვლას, რადგანაც მას უკვე აღარ აქვს ის შეგნება, რომ რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც განუხორციელებელი უნდა დარჩეს და ასე შემდეგ, მაგრამ მე აქვე დავძენ, რომ ყველაფერი არ ხდება ისე, როგორც ეს არის გითხარით, რადგან ხელდასხმის თანმხლ შემეცნებას ასევე სხვა რაღაცაც მოაქვს. იმისთვის, რათა ხელდასხმული უმოქმედოდ არ იჯდეს სკამზე და ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია ვარ განაცხადოს, მან მზერა წარსულისკენ უნდა მიმართოს და თავის წინა მიწიერ ცხოვრებას შეავლოს თვალი. მაშინ იგი თავის კარმაში ამოიკითხავს იმ ამოცანას, რომელიც ამჟამინდელი ცხოვრებისთვის დაეკისრა და ამის შემდეგ სრული შეგნებით შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას. იგი აღარ გაექცევა ამას, რადგან ეცოდინება, რომ ამით მისი თავისუფლება არ ილახება. იგი ასე მოქმედებს იმიტომ, რომ აღიქვამს და იცის ის, რაც განცდილი აქვს წინა ცხოვრებაში და ასევე ისიც, რაც მის ცხოვრებაში მოხდა გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. როდესაც მან შეიმეცნა და გაითავისა, რამდენად გონივრულია ის ქმედებები, რომლებიც როგორც შედეგები მან თავის ამჟამინდელ ცხოვრებაში უნდა აღასრულოს. არა თავისუფლად იგრძნობდა იგი თავს, თუ კი ვერ შეძლებდა მისსავე მიერ წინა მიწიერ ცხოვრებაში დასახული ამოცანის განხორციელებას. მაშასადამე ადამიანისთვის არც მანამდე და არც ხელდასხმით მიღწეული შემეცნების შემდეგ არ არსებობს წინააღმდეგობა კარმულ გარდაუვალებასა და თავისუფლებას შორის. ეს წინააღმდეგობა არ აღინიშნება ხელდასხმიერი შემეცნების მიღებამდე იმიტომ, რომ ადამიანი თავისი ჩვეულებრივი შეგნებით თავისუფლების სფეროში იმყოფება, ხოლო კარმული გარდაუვალება მოქმედებს რა როგორც ერთგვარი ბუნებრივი ძალა, თავისუფლების აღნიშნული სფეროს მიღმა იხსნება. ადამიანისთვის ეს არის რაღაც ისეთი, რისკენაც მას მისივე საკუთარი ბუნება უბიძგებს. ხოლო როდესაც ადამიანი ეუფლება ხელდასხმის შემეცნებას, მისთვის მით უფრო აღარ არსებობს წინააღმდეგობა კარმულ აუცილებლობასა და თავისუფლებას შორის. რადგან იგი თავისი საკუთარი კარმის შემეცნების შედეგად მასთან ერთმთლიანდება და კარმის თანახმიერი მოქმედება მისთვის უკვე ჩვეულებრივი გონივრული გადაწყვეტილებაა. ეს იმას გავს, როდესაც ადამიანი სახლის შენების დასასრულს იმას კი არ ამბობს, ჩემი თავისუფლება შეილახა, რა კიღა ამ სახლში უნდა დავსახლდეო, არამედ ეს მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ აქ ამ ადგილზე, ამ ქვეყანაში ავიშენე სახლი, სადაც ჩემს ნებაზე თავისუფლად ვიცხოვრებ. როდესაც ადამიანი სწორედ ამგვარად ხელდასხმული ცნობიერებით იხედება წარსულში, თავის წინა ხელდასხმული ცნობიერებით იხედება წარსულში, თავის წინა მიწიერ ცხოვრებაში, მან იცის, რომ მის თავისუფლებას განაპირობებს სწორედ ის, რომ იგი ასრულებს თავის კარმულ ამოცანას, ანუ სხვაფრივ რომ ვთქვათ, შედის და სახლდება იმ სახლში, რომელიც მან თავის წინა მიწიერ ცხოვრებაში აიშენა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს მე მინდოდა ამეხსნა, თუ როგორ თავსდება ადამიანში თავისუფლება და კარმული გარდაუვალება, როგორ თავსდება მასში ეს ორი განცდა. ხვალ დილით ჩვენ განვაგრძობთ საუბარს კარმაზე და ჩავუღრმავდებით კარმის განხორციელების
კონკრეტულ შემთხვევებს.